საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად კახაბერ გულედანი დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გრიგოლ ლილუაშვილთან კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ არსებობდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას მადონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. გასული დღეების განმავლობაში ჰქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მადონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. გადაწყვეტილებამდე მივედით ჩვენ ერთობლივად. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება მადონი კახაბერ გულედანი. კახაბერ გულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში, 2016-17 წლებში ის იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით ის იყო სამგორის რაიონის გამგებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. კახაბერ გულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას. მე მინდა წარმატებები უსურვო ბატონ კახაბერ გულედანს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლის, ბატონ ირაკლის უღრმესი მადლობა. დობისთვის ეს დობა მანიჭებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ამ ახალ გამოწვევებს და ამ ახალ პასუხისმგებლობას შევეცდები გუნდთან ერთად ღირსეულად გავართვათ. უღრმესი მადლობა. რამდენიმე თემა იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება მინისტრის სარგენებით მინისტრის მოადგილეები. აქ იყო განსხვავებული შეხედულებები, აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. ეს ძალიან ზოგადად რომ გითხრათ, დანარჩენი არის რა თქმა უნდა ერთგვარში და სამსარულო, თუმცა იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მოადგილეების თემა, რასაც ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ჩვენ ჰქონდა აბსოლუტურად ჩანსაღი დიალოგი ამ თემასთან დაკავშირებით და ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებით. ამასთან დაკავშირებით თავად ბატონი გრიგოლი მოგახსენებთ, ჯერჯერობით ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. ეს 20 წუთის წინ მომიწია ამასთან დაკავშირებით კომენტარი ეს გაკეთება, ეს არის რა თქმა უნდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ზოგადად მართვის პროცესის ნაწილი. ნახოთ ჯერჯერობით უზრუნველყოფილია ბუნებრივია მთავრობაში ისეთი საკადრო სურათის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მაქსიმალურად ეფექტიან განვითარებას. დანარჩენ შევხედოთ, ეს არის ჩანსახი პროცესი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ანდრიო ხანაშვილი თანამდებობაზე პარლამენტმა 6 წლის ვადით დაამტკიცა. იუსტიციის უკვე ყოფილმა მინისტრმა სუსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა. პლენარულ სესიაზე უხანაშვილს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხდომაზე მოусმინეს. ბატონ ანდრის საქართველოს პარლამენტის გამორჩეულ წევრს, აქამდე კი იუსტიციის გამორჩეულ მინისტრს მინდა უსურვო წარმატება დღევანდელ გამოწვევებით სავსე ხანდახან კი შეშლილ სამყაროში. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია თქვენს უწყებას, თქვენ პირადად და თქვენ თანამშრომლებს. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადო მათ საქმიანობისთვის, იმისთვის რომ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში იმ კონფლიქტების შემხედვარი, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს, სწორედ თქვენი სამსახურის თანამშრომლების დამსახურება არის, რომ არც ერთი უსაფრთხოების რისკი, რომელიც რეალური იყო, არ განხორციელდა, არც გარე ჩარევით და არც შიდა
არეულობით და დღეიდან კი უკვე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი პირი ამ საკითხებზე და გისურვებთ წარმატებას, თქვენი პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი ჩვენ ეჭვის ნატამალსაც არ გვიტოვებს, რომ შეძლებთ სრულად გაართვათ ამ დიდ პასუხისმგებლობას თავდას, რომ გილოცავთ კიდევ ერთხელ და წარმატებები თქვენ საქმიანობაში. 2 წლიდან უკრაინაში მიმდინარე ომმა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონალურ უსაფრთხოების გარემოს, რის გამოც საქართველოს გაზრდილი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანმა საქმიანობამ უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. თავარ გამოწვევას კვლავ განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანდევი პროცესები. ამასთანავე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი პრობლემა ოკუპაციის, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის გამოყენება, ადამიანების უკანონო დაკავება, უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია და საქართველოს უსაფრთხოების გარემოსთვის საზიანო სხვა ქმედებები. შესაბამისი მანდატის ფარგლებში გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის IPRM-ის ფარგლებში, გამართულ შეხვედრებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესებში შედიოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობა, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების სალდატო. ამასთანავე გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებულ პირთა მცდელობები საქართველოში მოქმედ მედია საშუალებებსა და ცალკეულ ჯგუფებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და მათი გამოყენების მიმართულებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შედეგად, მათ შორის სხვა ორგანოებთან კოორდინაციის ფარგლებში მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ინსპირირებული საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო ღონისძიებების განეიტრალება, საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეების საკითხი. ამის ერთ-ერთი მაგალითია სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ საინფორმაციო ომის ფარგლებში წარმოებული კამპანიის შედეგად ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისა და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების ცდილობები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოვლენას, მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ ტარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო ღონისძიებებიც. მე-11 მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტის დამტკიცებას გეგმავს. ქართული ოცნება შესაბამის პროექტს ორშაბათს ბიუროს ხდომაზე დააინიცირებს. ახალი რეგლამენტით ინტერპელაციების რაოდენობა გაორმაგდება და მინისტრის საათის ფორმატი გაუქმდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინტერპელაციის გამართვა ყოველ სასესიო კვირას იქნება შესაძლებელი და ამ ფორმატში დებატები უფრო დინამიური გახდება. ამასთან საკანონმდებლო ორგანოში მუდმივ მოქმედი საბჭოები გაუქმდება და მასშტაბებითი საპარლამენტო კომისიები ჩაანაცვლებს. ახალი რეგლამენტით საკანონმდებლო წინადადების ადრესატები კომიტეტების დაცლად დეპუტატები გახდებიან. პაპუაშვილის თქმით, ახალი რეგლამენტის ტექსტის 90% მოქმედი რეგლამენტიც იქნება. თუმცა ახალ რეგლამენტში ყველა პროცედურული ორაზროვნება აღმოიფრმება და მკაფიო ჩანაწერები გაკეთდება. დოკუმენტს პარლამენტის საბოლოოდ მაისში დაამტკიცებს და ძალში 1 ივლისიდან შევა.
კერძოდ მისი 51 მუხლის ფარგლებში სტანდარტად რომ ყველა ვისაც არის ზარი მოიქცევიათ ესე იქნება ინტერპელაცია უფრო აქტუალური ანუ ყოველ სასესიო კვირას შესაძლებელია ექნება პარლამენტის წევრებს რომ პლენუმის თომაზე ყავდეს სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირი აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და ქონდეს ამაზე კითხვა-პასუხის რეჟიმი და განხილვა აქედან გამომდინარე თავის დანიშნულებას უკვე კარგავს მინისტრის საათი ჩვენ ვქნით მას უფრო მარტივს გასაგებს და მოქნილს დროებით კომისიას უპირატესობა დროებით კომისიის არის ის რომ როგორც საგამოძიებო კომისია ის იქნება პარიტეტის პრინციპით ანუ ნახევარ-ნახევრადაზე არის უმრავლესობა და ოპოზიცია უმრავლესობა არ არის იქ უმრავლესობაში მუდმივი მოქმედი საბჭოები გაუქმდება ვინაიდან ფაქტობრივად ეს იყო კომიტეტის გარკვეული ასლით ან კომიტეტიც არ იყო და რეგლამენტით გათვალისწინებული ასე ვთქვათ საბჭოები იყო ამის ნაცვლად ხდება მოქნილი ინსტრუმენტი დროებითი კომისიისა რომელიც შეიძლება ასეთი სახის თემატიკაზე შეიქმნას და მათ შორის ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ქალთა და ბავშვთა უფლებებზე შევქმნათ დროებითი კომისია საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით ინსტრუმენტის ეფექტიანობის გაზრდა მოხდება ახალი რეგლამენტით სისტემა შეიცვლება და მისი ადრესატი საკანონმდებლო წინადადებისა ნაცვლად კომიტეტებისა გახდებიან პარლამენტის თითოეული წევრი ანუ ყველა წევრი იქნება ადრესატი საკანონმდებლო წინადადების ხო რაღაც გარკვეული საკანონმდებლო დანაწესები რომლებიც პრინციპში არაეფექტურად იყო თავის დროზე გამოყენებული და მათი უსარგებლობა დამტკიცდა დროში ამიტომაც მოხდა შესაბამისი ცვლილებების მომზადება რეგლამენტისთვის იმუშავა სამუშაო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით და შეიქმნა ის ოპტიმალური ვერსია რეგლამენტის რომელიც როგორც უკვე მოგახსენეთ ბევრად ეფექტურს მოქნილს გახდის საქართველოს პარლამენტის და მისი სტრუქტურების და ქვედანაყოფების ფუნქციონირებას ჩემთვის ჩამორთმეული ქონება 2010 წელს სააკაშვილმა ხაზარაძის ჯაფარიძის და ჰოლანდიელი ბობ მეირის მიერ შექმნილი შპს ლისი ლეიქ დეველოპმენტს პირდაპირი მიკითხვის წესით გადასცა. ამის შესახებ ლისისთვის ყოფილმა მფლობელმა რამაზ ახვლედიანმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა. ახვლედიანის მიერ სააკაშვილმა ხაზარაძეს მისთვის ჩამორთმეული ქონება ბევრად უკეთესი პირობებით გადასცა, ასევე მას მამუკა ხაზარაძემ შემდგომ ის ლიცენზიას მოსთხოვა, რომელიც მას ტბაზე ჰქონდა და ნებართვა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ იქამდე ახვლედიანის კომპანიაზე გასცა. რამაზ ახვლედიანის განმარტებით ხაზარაძე მისი პარტნიორი 2005 წლის იანვრიდან გახდა, თუმცა მისთვის არანაირი თანხა არ გადაუხდია. ასევე ქონება 2006 წელს ჩამოართვეს და როგორც პარტნიორი მამუკა ხაზარაძე ყველა საკითხთან დაკავშირებით საქმის ყურში ყავდა ჩაყენებული. ხედრიონს გვარდიას გადარჩით, კეზერაშვილს ხაზარაძეს ვერ გადარჩით. ფინანსურში რო დავყავდით, პირდაპირ მითხრეს. შენო ძმაო, ბოდიში ესო ან ხედრიონი, ან გვარდიაო, ან კურდები ხო არა გონიაო. შენო სახელმწიფო გებძს რა ვერ გაიგეო. ჯაფარიძეს და ხაზარაძეს ეს ადმინისტრაცია სახელმწიფოს ზოგადად ადმინისტრაცია ისე არ დაეხმარებოდა თავის პირადი ინტერესებს რომ მარკონონად. ეს მეიერი ვინმეს ხომ არ წარმოადგენდა ხელისუფლებიდან ისეც ვისი ინტერესიც იყო აღჩადებული. ბობ მეიერი მე რაც ჰქონდა შეხება, ვიცი იყო ჰოლანდიელი წარმოშობით, იქაური ბიზნესმენი, თუ რამე ბიზნესი ჰქონდა მამუკას 90-იანი წლებიდან TBC-ც კი ბობ მეიერთან ერთად კეთდებოდა ეს ყველაფერი. ქონებას მემართმევენ და ასე თქვა, ჩემი დირექტორი, იმიტომ მე პატრონი ვიყავი ერთ-ერთი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე და ვიღაც ბობ მეიერი ქმნიან შეპესეს და მას აძლევს პრეზიდენტი ისე პირდაპირ მიყიდვის წესით. სასამართლომ გამოიტანა ჩემს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ხანდაზმულობა არის ძირითადად იქ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბატონი მამუკა ხაზარაძე მოიყვანა მოსამართლემ, სადაც მამუკამ ამბობს გარკვევით რომ ჩვენ პროექტი შეგვიჩერა სახელმწიფო და ადოხელი ბენდუკიძეს არც უგულავო ხსენებია, არც კეზერაშვილი და არც ასე. გარდაცვლილსადებს თანხელს ეტყობა ეს არის. თქვა მინდა რომ ამ დოკუმენტი არსებობს, რომ მე ეს ჩემი ნებით ანუ ჩემი ნების საწინააღმდეგოა დაწერილი და არა თქვა და ძალიანაც კარგად იყო საკითხში. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი რომ თუ გარდაიცვლება, ხაზარაძე მერე უკვე თამამად დაადებს სააკაშვილსაც. ალბათ ფინანსურ პოლიციაში რო გითხრეს რომ ჩვენ არც კურდები ვართ, არც მხედრიონი და არც არავინ ჩვენ უფრო ბევრად მაგრები და ძლიერები ვართ და ჩვენ სახელმწიფოს სახელით კეჭიდავები და
ასე ვთქვათ, გააცნობიერე რა, ხელა ძალასთან გაქვს საქმე. თქვენ არ უთხარით მას, რომ მათ ეს რო გითხრეს, რომ როგორ კადრულობთ კაცო, მე ხო კონსტიტუცია მიცავს, რაც თქვენ პარტნიორმა დაგაბარა. მათ ერთ რამ უკონოთ, სახელმწიფო ჩვენა ვართ, გითხარი გააკეთე, არ გააკეთებ და ანუ საფრანგეთის მმართველის ეს სიტყვები თავის დროზე ქონდათ როგორც ჩანს კარგად საკითხული, ხო? რა თქმა უნდა, ათვისებული და ალბათ მე არა ვარ პირველი, ვისაც ესეთი და შეიძლება ვარ ესიც ახლა მე ქონებაზე მაქვს საუბარი და ადამიანებს შვილები და ოჯახები და უნგრია. ხონდა საუბარი და მე ვთხარი მამუკავე ძალიან მძიმე სიტუაცია, უკან არიხევენ, უკვე ამას უკვე ქმედებაზე გადადიან, შეიძლება ერთ-ერთ შეხვედრაზე მივიდე და უკან ვერ დავბრუნდე რა და მე ვთხარი მე რო არ მოგატყუო, მეთქი ძალიან კარგად ვიცი რაც ხდება ციხეებში და ასე შემდეგ. მაგრამ ზადა ვარ მეთქი რომ არ დავწერო განცხადება. წავიდეთ დიახ დათმობაზე, წავიდე ამ ციხეში, მე ვიხარი მამუკა, მე ვიცი რომ შენ შეგიძლია, შენ მეუნები რომ მე რაღაცებს ვალაგებ და როგორც აღმოჩნდა და რაც დაალაგა კი ვნახეთ კარგად ბოლოში და ამიტომ მოდი მე ამ ხელა რისკზე და ანუ ყველაფერზე მივდივარ, უბრალოდ მე ამ ასე ვთქვათ წილიდან ამჟამად არ ამომაგდო და ვიქნები ბოლომდე და მე არ თუ ჩემი დაწერით წდება ჩვენი საკითხი, მე მზათა ვარ მოვთხარი ამ სვერბლისთვის მოდი ასე ვთქვა და ციხეში ჩაჯდეთ. მე არ ვიციო, მე შენ ვერაფერ გარანტიას ვერ მოგცემო და ეხლა იმ მომენტში რო კითხო ახლა ისე პირად საუბარი შეიძლება გიხსნა აბა როგორ ამბობ მე ჩემ თავზე. მან იძულების წესით, ნოტარიული წესით გადააფორმა სახელმწიფოზე თავისი კუთვნილი რაც იყო ამ ბიზნესში, ღამის 2 საათზე და შემდეგ მთლიანი ბიზნესი ხელში ჩაიგდო ხაზარაძემ. ეს არის მთელი ფაბულა ამ საქმის. უკეთესი პირობებით და ხელისუფლება ერგებოდა ხაზარაძის ინტერესებს და ხაზარაძე იყო მესინჯერი, ასე ვთქვათ, უბედურების არა მხოლოდ თქვენთან, არამედ ჩვენ მოვისმინეთ ჯემალ ლეონიძე, ბიზნესმენი, სქემა არის პანორამა ზიქაც იგივე. მიდის ხაზარაძე ბიზნესმენთან ეუბნება დაგიპარტნიორდები. ეს არ არის მხოლოდ მისი სურვილი, ეს არის ხელისუფლება დგას მაშინდელი მის უკან, იქნება სააქციო საზოგადოება, ფორმდება მემორანდუმი, ჯერ მე იქნება სააქციო საზოგადოება და შემდეგ იწყება ადამიანის ამა თუ იმ ფორმით გაუბედურება, ზოგი ხდება ციხეში, აქ ციხეში მოხდებოდი არ მოხდებოდი, შედეგი იყო მაინც იგივე და კიდევ უარესი. თქვენი მაგალითი ამ შემთხვევაში, აი მოკლე რეზიუმე რო გავაკეთოთ, არის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი სისტემური დანაშაულით, როდესაც ჩართულია დაწყებული თავისუფალი პროფესიის ადამიანისგან, ნოტარიუსისგან, აგრძელებული კერძო ბიზნესით, ხაზარაძის სახით, სადაც ჩართულია ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, მერია და თავში პრეზიდენტი. ბატონ ლეონიძის შემთხვევაში მან აღნიშნა, რომ პატიმარი რომ იყო საერთოდ არ მოუკითხავს ხაზარაძეს, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე პარტნიორები იყვნენ და საინტერესოა თქვენ შემთხვევაში იმის მერე, რაც ჩაიგდო ეს ბიზნესი ხელში, თუ შეხვდით მას? შეხვდით 2-3-ჯერ ერთმანეთს, როგორც ხდება საქართველოში, მეგობარი გარდაიცვალა და თბილისში საერთოდ და იქ შემხვდა მომესალმა და გააგრძელა თავისი გზა. კარგია ბიზნესი ჩავიდე ხელშიო თუ არაფერი? 4 მანქანა აი გიჟურის სტრაფით შემოდის სტაბილის ქუჩაზე. პირველი მანქანა დგება ირიბად, ანუ კეტავს მოძრაობას. შუა 2 მანქანა, ანუ მომდევნო 2 მანქანა. 4-ვე კარი იღება ყველა იარაღ ამოღებული ხტება მანქანიდან. მეოთხე მანქანა კეტავს შემოსასვლელ გზას. სტაბილიზაციის შემოსასვლელ გზას და ამასთან ერთად სროლებით და არ გაინძეს გაგხვიდავთ ჩემი არკიდან ერთი 20 მეტრით მოშორებით. ანუ ამას უკვე ჩემი მეგობრები მიყვებიან რომ დავუბრუნდე. არის გაჩერებული შავი Camry, Toyota Camry. ანუ დროს მით უმეტეს ყველასთვის ცნობილი დავით ახალაია არის გადმოსული კარებ გამოღებულზე დაკნობილი ტყავის გადაჭრილი თეთრმანები და ესე იფშიტავს თითებს და გვიყურებს
ყველაფერს თურმე ამას აკვირდება. ჩვენ რო დავიძარით მოკლედ პატრული უკან მოყვება და აი განუწყვეტლივ იძლევა მითითებას რომ მანქანა გავაჩეროთ. გააჩერონ. ეს ისინი არ ეთანხმებიან. მოდის ეს უფროსი ვის ახსენა ამ საპატრულო თანამშრომელმა ჩვენი ვარაუდით 100 მეთაური და იმ მინდა აქედან ახლა მე ვიცი რომ ეს ადამიანი ან იყურებს არ არსებობს მე მინდა მას უდიდესი მადლობა გადაუხადო მან გვაჩუკა ჩვენ სიცოცხლე ხდება საოცრება აი ყველა ვინც კი იმ ორ მანქანაში იყო ეს კონსტიტუციის ეგრეთებული თანამშრომლები ეს პიროვნება უფროსი ავალებს მეორეს ალბათ თავის თანაშემწეს ყველას დოკუმენტი კაპოტზე და ამომიწერე ყველას ნომრები და შეასრულა აი ამან გადაგვარჩინა ჩვენ მეორე დღესთვის აღარ იყო არავინ ამასაც გეტყვით ვერ გავიგე რას ნიშნავს არავინ არ იყო დასაჯეს პატრულის თანამშრომელი გაუშვეს სამსახურიდან მოგეხსენებათ გირგვიანი ცხონები სადაც აწამეს მიყვარს ზუსტად იმ ადგილზე სასაფლაოზე დიახ ოქროყანის სასაფლაოზე ჩემთან დარჩა სამი პიროვნება დანარჩენი დაიძრა ხევისკენ საერთოდ ამაში წაიყვანეს აბსოლუტურად ყველაფერი მესმოდა ყველა დარტყმა ყველა გინება აი რაც იქნებოდა მეც ვამეხის გზით ჩამიყვანეს და ხედავ რა რასურაც ვამეხი მუხლებზე გდია აი წარმოიდგინეთ რომ თვალების ადგილზე რომ აი ბრიტო რო გაუსვა ადამიანს აი მარტო ის ხაზი რო იყოს ვეღარც ხედავს ვეღარც ლაპარაკობს სისხლე ბიზნეს პირიდან ორი თვალი დაკარგა სხვათა შორის და ახალაია პიჯაკს წერს იღებს იარაღს აი ეს მდგომარეობაში ტენის და იწყებს აი ეს თამაშს ხან მე მომიშვებს ხან ვამეხს ხან მე მომიშვებს ხან ვამეხს ეს გზერდება 1-2 წუთი და განიცდის ბიჭო მე თქვენი დედა ნუ არ ვასრულებ რომელი პირველი და თამილკოდი თანანია რომ წავიდნენ 1-50 მეტრით რო გავჩორდნენ ჩვენ ჩერდებიან და თავბრუნდება მელნიკოვს რაღაცას ეუბნება ავალებს და მელნიკოვი აი და მოდის ჩვენს დაიწყო ჩემი აი თელი ჩემი ოჯახი დამისახება ორი თვის შვილი მეუღლე ყველა ამას რატო აკეთებს თუ არავით არის ავადმყოფა გაფრთხილებას გვაძლევს არავით არის პოლიცია ანუ არავის სახლის იქით ნაბიჯი და ისჯებით აი როგორ ამოგწყვიტავთ ოჯახებიანად და მე რას მეუბნება თან აი შენ მენაბოლოს გავიხვიტავ თავს რომ გაყურებინებ ყველა ოჯახის წევრს როგორ ამოგიწყვიტავ და მე შენ დაგაკავზით იგივე მოილის ამას თუ იცოცხლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მაშინ ერქვა კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახური კუდს ხელმძღვანელობდა დათა ახალაია და ოლეგ მელნიკოვი მისი მარჯვენა ხელი იყო გერონტი ალანია და სხვები იყვნენ სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელები მაღალჩინოსნები მათი პირველი და უპირველესი მოვალეობა იყო დანაშაულის პრევენცია დანაშაულის გამოძიება, გახსნა და გამოძიება და დამნაშაულის დასჯა და რაც უსაფრთხოების სამსახურის უპირველესი პრიორიტეტია ტერორიზმთან ბრძოლა, საფრთხეების ქვეყნისთვის არიდება, თქვენნაირი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მშვიდობიანი პირობების შექმნა ცხოვრებისათვის და ოკუპირებული საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების დაცვა. ამის ნაცვლად კუდის ხელმძღვანელი დათა ახალაია იმყოფებოდა ოქროყანის სასაფლაოზე და ხელმძღვანელობდა თქვენ სადამსჯელო ოპერაცია საზოგადოებამ გაიგო იმ ეგრეთ წოდებული გირგვლიანი 2 საქმის შესახებ, რომელიც რეალურად გირგვლიანი 1 გამოდის, იმიტომ რომ
თქვენი შემთხვევა სასწაულებრივად გადაურჩით მას სიკვდილს და მომხდარია 2005 წლის სექტემბერში სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ზუსტად დათანხმდათ დავალებით. მელნიკოვის მონაწილეობით, გერონტი ალენიას და სხვების მონაწილეობით იმავე სასაფლაოზე, იმავე ხევში აღმოჩნდნენ 26 იანვრის ღამეს ნინოობა რომ თენდებოდა და სანდრო გირგვლიანი იმ ხევში მოკლეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და დიდი ბრიტანეთის მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას ეხმაურება. მაშინ, როდესაც საკუთარი აღიარებითი მხოლოდ ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მთავრობა ქართველ მოსამართლეებს ასანქცირებს. კორუფციის დადასტურებული დანაშაულისთვის მსჯავრდებული და ამჟამად ძებნილი დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ლონდონში. წერს შალვა პაპუაშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ლევან მურუსიძეს სანქციები